სახლში გამგზავრებისას. ვცდილობ ლამაზად მეცვას, კარგად გამოვიყურებოდ. ალბათ იმიტომ, რომ აქ დავიბადე. აქ გავატარე ბავშვობა და დღემდე არ ვწყვეტ ურთიერთობას ჩემ მშობლიურ მხარესთან. და თავადია, აქ ცხოვრობს ჩემი საყვარელი ბედია, რომელმაც მე გამზარდა. ახლა იმერულ ესკიზებზე დავიწყე. და ამჯერად ძველი ფოტოსურათების გადასათვალიერებლად ჩამოვედი. გოგონა, ას ვერ დამალევინე? ახლავე ბატონო. თქვენ გონიათ მართლა მოკვდა? არა, გათხოვდა ბატონო. მამა ქალიშვილის გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. გოგო მაინც გაპარულა სახლიდან გათხოვეთ. ახლა სამი შვილი ყავს და მამამის მაინც არ სურს შეურიგდეს. დიდი მადლობა. არაფრის. ბებია, ჩამოდი შვილო, ჩემი პატარა გიჟი გოგო. რა შვები დედიკო, კიდე გაიზარდი, ჩილი მე, ნასტია! ნასტია, თამარა! შენ დაღლილი, ათი შვილო, წამოწევი შენ გენაცვალე, მჭადები მაგ გადასაბრუნებელი და ახლა მოგაკითხავ, შენ ჩილი მე, ნასტია! მარიამ ბები ახალგაზრდობაში. დავრდომილის ნეული უნუგეშოთ ვტირიმე რავქნა გენაცვალე რავქნა შენი გენაცვალე რავქნა შენი ჭირი სალომე რა ძირფასი სიმღერა ცოდნია მაგ შენ ძმისთვის მოდი ჩემ ნახულ ბარნაბას გოურიკ ერთობ კარგი ხვალ შეუთრი შენთვის კარგი ხალი ყავს და სასტრაფოდ ახანა გაჩდი გადასანახულებლად ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე მალამდეა ქალის გადასანახულებლად მივდივარ და ჯორი უნდა მათხოვ კებილია აგერ ადამიანე
ვისი კალია ვიდეო? მერე გეტყვი, მერე. ახლა მითხარი შეგაცა. თუ აგინდა რომ მეტყვია. აბა, ხვალსაღამოს ჩამოგიყვან. მე სახელი მოგიყვან. გამოადგია ხათე. წამოდი შეშეჩერებულო. აჩო. ბავშვებო, მოითახ ჩქარა. დაუდარაჟდით ბარნაბას და რავანს გამოჩნდება აქეთგან იქეცით სუყება. რა ღმერთი გოუწყესა. გამოაგი ჯორფეხი. რა ვიფიქრო აღარ ვიცი. შეგასხვიდა ღმერთო. გეყობა. ნუჯუ, დამოგი შეგას. ას. წამა. დაიდე. ასე ჯობია შეგაცა. აჩო. ჰე.
მარიამ ბებია და ბარნაბა ბაბუა ბოლოს მაინც დაქორწინდნენ. ბაღნებო, მოდით აქ. მოდი, მაიმუნო. ოპა. მუცა, მოდი შეთან. შენ კიდე გააბრაზე დედიკო? არა. აბა ვინ მომერე ვა? ელარა ფერიკინო. ელა. მომე ხუდი, მომე. არ მოგცემ. მომე ხუდი შენ მამა და. არ მოგცემ. აბა, არა ფერიკინო. ელა ბარაკე. ბარნაბა ბაბუა ომიდან აღარ დაბრუნებულა. მარიამ ბებიამ დედის წვალებით აღზარდა და ფეხზე დააყენა შვილები. დედაქალაქში გააგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად. მხოლოდ ფუცა დარჩა შინ და ისიც ქალაქისკენ მიილბოდა. დედა შორს იყო წასული. და ახლა მე და ჩემს პატარა ძმას ბებია გვიწევდა დედობას. რამ ბავშვი ვიყავით ამ ეზოში მეზობლის ბავშვები. სულ აკლებული ქონდა აქაური. დედა, აბრეშუმი დავაყურე, სახლი დავალაგე, წავალდი ახლა თეატრში. დედი გოგო სახში დგომი შენ გეუბნები. თეატრი არ გამაგონა მე შორომ შეგეშალოს იქ რამე და ხალხმა ციცილი რა უნდა შევეშალო? უნდა მივიდა და ჟორჟიკა გავლანცხობს. სწორედ ასე უნდა. ვერ წარმომედგინა მაშინ, რომ ჩვენს თეატრზე უკეთესი თეატრი ამ ქვეყნად სადმე არსებობდა. რა დიდი დღესასწაული იყო ჩვენთვის ყველად დადგმულ წარმოდგენაზე დასწრებული. მთელი დღის განმავლობაში ვემზადებოდი და ტანში სასიამოვნო ჟუანტელი მივლიდა ჩემ თავს რომ მაყურებელთა დარბაზში წარმოვიდგენდი. ღმერთო, რა საზეიმო წუთები იყო, როცა ვიჯექი და ფარდას თვალს არ ვაშორებდი, როდის გაიხსნებოდა. კარგად ვიცოდი სპექტაკლი 8 საათის, მაგრამ ხამის 12 საათზე დაიწყებოდა. მაინც დაწყებამდე ბევრად ადრე მივდიოდი. იქნებ კარი მალე გააღონდა წინა ადგილი დავიკავო მეთქი. ადგილები არ ინომრებოდა და სკამზე დაჯდომა მისწრებაზე იყო. პირველ საათს არაფერი არ ჰქონდა წარმოდგენა რომ დაიწყო. ოტელოს როლს ასრულებდა მათემატიკის მასწავლებელი ვარლამ ხვიჩია. იაკოს კლუბის მთავარი ბუღალტერი სევერიან წიბძივაძე. დეზდემონას ბანკის მოლარი ფაცია გაჯაია. მე მოვტაცია მოხუც ქალი. ისიც სწორია რომ მე იგი ცოლად შევირდი. ეს არის ჩემი შეცოდების თავი და ბოლო. ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარე. მე შევიყვარე ჩემ და ჭირთა სანაცნობისთვის. არ მიხმარია ამის მეტი ჯადოთილის. აი, აქ მოდის დეზდემონა. კითხეთ მას თვითონ. შობელო ჩემო, დიდებულო, მიამასავ გძნობ, რომ შუა არის გაყოფილი აწვალი ჩემი. თქვენ უფალი ხართ ჩემი, მე კი თქვენი ასული, მაგრამ აქად დგას ჩემი ქმარი. მე ვითხოვ ნებას თქვენგან, რომ ჯეროვანი მოვალეობა ვუძღვნა ჩემს ქმარს და ჩემს მეუღლეს. რადგან ოსმალოს გემთა კრებულის დაღუპვის ამბავი მოვიდა, ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელომ ისურვა, რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ. გეკიცებით რომ მე ამათ კიდევაც შემაქეიფიანეს. აბა ეგ რა სათქმელია? მეომარი ნუმერკოს თუ ნახევარ ბოთლზე მე ღვინა მოიტანეთ. Yadila,
იადილა შუკა შუკა შარა შარა უკან უკან ჩარა ჩარა ხდება მზები და სოფლები მოყრები და მეზობლები ზელაგანში ამოსულა ხამდაღანათვანი ისინა შეჩინებული სიმღერა ბანაკიანი იადილა 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 საყვედურის ღირსი ხარ, სწორედ. იქით გავშორდი! ეგ არ არის ეჭვიანიო, მე არ მინახავს. მაგისაგან ჯერ სამბავი. უთუოდ რაღაც თილის მაიმ ხელსახოთში. ძუხარ მე თითად მის დაკარგვას. 1 და 2 წელი არ აკმარა გასაცნობად მამაკაცისა. ის სტომაქია დედაკაცი იმისის საზრდო. ჯამს ვიდრე შია და შორს ისვრის რო საივსება. წადი რა, წადი. გამანებეთ თავი ერთი. კასიო. ახალს რა სიტყვი? მე ჩემი თხოვნა მინდა გაგიმეოროთ. ამაოც დილობ. რას მიბრძანებთ ჩემო ბატონო? გადი აქედან. თვით მოგიხმობ ცოტა ხნის შემდეგ. რაც კი ამ საქმეს შეეხება, გადი გამშორდი. რას მე მუქრები? რისატანაც კი შემიძლია იმდენს ვერ მავნებ. ო, ჭკუა მოკლე დამთხეულო ისე დამაინტერესა სპექტაკლმა, რომ თვითონ არ ვიცი როგორ აღმოჩნდი სცენაზე. მაგ შენი ხმლის არ მეშინიან, უნდა ყველას ვაცნო. ამბავია რა მოხდა? ხუთსიგდემა 20 ჯერ მომკლას, გვიშელეთ ეჩქარა მოგეშელენი. მალმა მომიკლას ალბათ. ამბავია რა მოხდა? ო, უგნურო სულელო მავრო, შენ რომ ამბობ ის ხელსახოცი მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს მიდევ. უცეცაში არ მოინახვის ქვაკუთე თუ არ ნეპისაკენ. თქვა და კარგულო, ეს უწინო რა ღირსი იყო იმ შრელიერი, საწუწოლი. ენდი, უთქმელო, აბასახო. ვისი ებოშ მასო პაკეტა. ჯორჯი გამიზია მამია კარები ასე არ ვიზამ. დელო აპირებს იაგოს მოკვლას, მაგრამ ონტალო იარახს წართმევს. უი, შეგაცხვინა მე. რა მოქმედი? ჩემი სიკვდილი. ო, შეცოღლი შვილო! ხანჯალი ამე იყო შეგეძლო რომ გოლში ამეფინა როდესაც მე მაგის გამარჯვება რა ტეთი არჩი მე ახლა მარიამ დაწყე. აბა შეიძლება იყო და ნახავდი რა არჩვეულ უხვაჩრებ გაგოჩიოდა. როგორც ფისით ხო სამყურნალო ხარაბეთი ეს ყოველივე ასწობეთ მას და დაუმატეთ და ერთხელ ალეპოში ოსმალო ვინმე თავს რიდადგმული სიამაყით გულზეთ მოხსული ვენეციას ასემდა ამის ქვეყანას უშვერი სიტყვით აგინებდა მიუწვდე ყალში მყოფად წახსა და დავკრავ აი ასე Você chegou a subir,
ბები. თუ გადაუდებელი საქმე არ გექნება, ისე ქუჩაში ნუ გამოხალშილო. არა, ლამაზი ქალიშვილი, ქალი ქუჩა რომ დეია. მივიდა. არი გააჩერე შენგენაცვა. შედი ახლა მოაც დევიები მხარს. შენ არი ჯავრობი? აბა შენიცი რა ჭუიტი დინადიკა? რა ვარც ჩახვალ წერილი იმ კუჩში მომწერილია და ძალიან არ უნდოდა ბებიას. მაგრამ ფუცა დღეს მსახიობია. და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მსახიობით. მე და ციალა. ამ ბაღში ყოველ დღეს ასწაულზე ალეგრა იმართება. დღეს განმავლობაში დიდი მოსამზადებელი მუშაობა იყო გაჩაღებული. საღამოს ბაღის კარი დაიკეტებოდა და უბილეთოდ არავის უშვებდნენ. ჩვენ ბავშვები რა თქმა უნდა მაღალი ქვის ყორიდანაც შესანიშნავად ხვდებოდით და ისე შევიპარებოდით ხოლმე უბილეთოდ. შეყვარებული წყვილები ისმენენ. მახსოვს, ჩემი დეიდაშვილი ხიდუ იჩდა ხოლმე ეგრეთ თავის ადრფო ნათელასთან. ხიდუმ დედა ადრე დაკარგა და მასაც ბები აზრდიდა. ჩვენ ბავშვები როგორც კი თვალს შევავლებით ხიდუს ნათელასთან ერთად, მაშინ ბებია ჩემს მიურბეინებდით ხოლმე ამ ამბავზე. ბებია, სათხარ! აგერ ვარ, შვილო, რა იყო? ბებია ხიდუ და ნათელა ერთად არიან ბაღში. უყურე შენ მაგას? ჰა? Кazida gida. Mas, ხო, მიყურო სახლა მაგას. მობრძანდება სახში, აბა რას იზამთრა? მაცალოს მაგა. თელი დღე დაწანტალებდეს მოკაფე ქუჩაში უსახლოდ ამის მეტი არ მინახავს. რა სიმღერას გადაეკიდა ტექნის კითხვა აკრძალა. მობრძანდები სახში ვაჟბატონ.
რაი მოშილო გამგადაგრია. ბები ახეთო და ბატონი უკაცრავი პასუხია და შეყვარებულებთან ერთად კინოში მიდიოდე. რაიო. ბაკურები, ოლია, ჩვენი ბიჭები შეყვარებულებთან ერთად ბრძანდებიან თუნდე კინოში. რას ამბობ ლაზარია? ქალაქში რა გვინდა? დღეში გავიქცეთ. არა, ბედა. წავიდეთ. ქალაქში ვეძიო ჩვენი ბედი. ისავს თუთოს მაგალე. შენთან ყველგან არ გაგვიწევდა ზიმე. არ დაფიდეთ. იდო იქიდან. დამთავრდა წაით სახლში. ფათურა. უღრამხელად ყუცა. ნახეთ უაუტყებებია შენ და შენ საწოლე ქუთაისის გზაზე რომ ისერნობდით. რაიო? რა საწოლეო? დიდა, ბიჭო, შენი საწოლე. შენ ხება უკაცა. შენ საწოლე მაგმეთია სუჯერე. ხოდა კიდე სიგიდე ინახალში და ის ხეს ბიჭო. შენი გაგასახებო. მარიამ ბებია. რომელი ხარ? მე ვარ შალვა. გერე რა შორი დაინძახ შეკაც. გამარჯობა. გაგიმარჯო შილო ღმერთ. მოტკი ესა. არა, გიმარჯობა. რა იყო შილო? რას გვიბძანა? ხიტუმ ცოლი შეერთო. ცოლი, ვინ შეერთო? ათელა. მოდი შვილო სახში. მოდი. მეჩქარება. Cadres mangis celi qajerbe. Ja, სისწავლე საწმაკ. მაგრამ რა სიზამდა ბებია უზენა ესის წინაშე. ღმერთს და ანგელოსებს ისინი უკვე დაელოცნათ სამუდამო ერთგულების განსამტკიცებლად. ბებია! რა იყო შვილო? ბებია ხიტთან ათელა მევიდე. უი, ქვიგენა! ასე გარე უნდა იარო, არ უნდა მოხვიდეთ ბებიასთან სანახავად. ქვიგენაცვალეთ მე. შენი ჭირი მე, შენი გენაცვალეთ. დედა დიასახლისი აღმოჩნდა. ბებიას ისე უყვარდა, თვალში რომ ჩავარდნო და ხელს არ ამოიცავდა. ბებია, ჩვენ კლასში ერთი საცოდავი ბიჭი სწავლობს, სულ მატუა. ჩვენთან კი არ დამარცხებს, დაწკვილება არ იქნება. თავში და ყინოში ფეხში შველი დეიარება, იმიში ჭოდი. ბაღნოს ყველას გვეწოდება.
საწყალი კი მაგრამ დედმა არ ყავს თუ იცი არ ვიცი არც ბები აყავს აწი რა ვიცი სალამი აბა ბავშვებო ახლა ვთქვათ რა სარგებლობა მოაქვს შინაურ ფრინველებს აბა რომელიმე ტყვის რა სარგებლობა მოაქვს ქათამ აბა გოგო შენ მითხარი ქათა მიგვაძლევს ხორცს კიდევ ბუნდღას ოჩახ დაჯექი აბა ახლა ვთქვათ რა სარგებლობა მოაქვს კვატას მასტალებელი აბა შენ გოგო კვატა გვაძლევს ხორცს კვერცხს და კიდევ ბუნდღას ოჩახ დაჯექი აბა ახლა ვთქვათ რა სარგებლობა მოაქვს ბატს აბა შენ თქვი ბატი გვაძლევს ხორცს კიდევ კვერცხს და ბუნდღას ოჩახ დაჯექი აბა ახლა ვთქვათ რა სარგებლობა მოაქვს მამალს აბა შენ კაცარება მამალი გვაძლევს ხორცს ბუნდღას კიდევ აბა ბავშვებო ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს აბა ბავშვებო რომელიმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს აბა ვინ არის ყოჩაღი და ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს აბა ბიჭო მთელი წლის განმავლობაში რომ არა მოგიღია ხმა ახლა რას გვეტყვი რა სარგებლობა მოაქვს მამალს ჩინჩლავს ახლა მე გამოდი და დადექი კუთხეში ჩქარა უზრდელო გავყიდით ბილეტებს, რაც ხარ შევიღებ სულ იმას მივცე. ბებია! ოჩახ, კარგად მოგიფიქრებიათ. ობოლს და გაჭირებულს სწორედ უნდა დაეხმაროთ.
სეზონში რაც ხმაურია, ნეტა უნდა იყოსა. წავალ ერთი და გევიგებ, რომელი დეი არის. არა მაინც ამდენიებია ნიკოს სეზონში. წავალ ერთი ლელას დაუძახებ და მე მეხმარება. ლელა, რა გინდა? აქ ნიკოს ბახში ქვეყანა პეტეტონიებია მოსვლას და დავკრიფოთ. შეკიდო კანიჩი ხარ, წადი. გევიგები ცხაყოთილა. უკურე რა დღე დავაყენო. აი შერუქაია. აი ბატონ რამდავია. რა გინდა შენ ჩემ ოჯახში? ბატონო ძროხაიგო და გადავდენე. რამდავია აქა. ძროხაიას როდის ჭამს? ავიჩივა ხომარა. ავიც ბატონო. კაი არა შენ გაიკარი. რატომ არა ვარ? არა ხარ შეგეუნე. რატომ არა ვარ? აბა ხვალ სადაც საჭიროა იქინე მოვა. იქინე? ო იქინე რა ვარ მოვა. ასე ბედეძვანიების გული დაიწყო და აი ვი ასე დაბტული მიდიოდი ლელა ელა ერთი ზღაბო წამალკარი შენ იქინე შალვა შეგდერდი კაკუ მოგძან სადაც დაიბარეთ ბატონო თქვენ რეიზა დაუკრიფე შენ ბიძაშ ნიკოს იებ აიყო შეკაცო რაც ხაერთი ორი ია მოწვიდე ხო გამახსენდა ამჯერს მტკვარს ანჯელებს და 100 კანა მილიონიას მისცემ ჯუჯუნა თვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა დიდი მინდორი დანამა ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუფოს დანამა კიდევ ერთი არის ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუფოს დანამა გული გაუფოს დანამა ჭრელო პეპელა გაფრინდინელა დელიავრანუნი ახლა ერთი კიდო იმღერა დელიავრანუნი ახლა იცეკვე ჰოპ ოთხმოცი კავიკი და კიდო მანეთი ტიტურა ბევრია აღებული თანხა დიდი სამბით გადავეცი დობოლა მხარად ადელით ხედავ მეცვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის ხვარსა მიდის თაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარის ბევრი ხავს თავის თმაზე და ვიღაცა ურეს ვიღაცა ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის ხვარსა მიდის მთაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარის ბევრი ხავს თავის თმაზე და ჯამი ჭურჭელია
აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ფინჯანიც ჭურჭელია. გავიმეოროთ? ფინჯანის ჭურჭელია. ძაღს ჯაჭვით აბამენ, ძაღს აბამენ. ჯაჭვით. გავიმეოროთ. ძაღს ჯაჭვით აბამენ. ჯეჯილი ბიბინებს. თუ გიჯიკეთ. კეთომ პაპას ატმის ჩემი მიაწოდა. მასწავლებელო, ჭოლოკა მიქიჩებს. ბიჭო, ერთი უჯიკე მაგას. უჯიკე ბიჭო. აი, საწოდაო, თვითონ საჯიკებელი ხარ. შენ ვის უნდა უჯიკო. ზღვის ტალღამ. გოგო, გადმოჯექი აქეთ. ბიჭო, გადადიქით. ზღვის ტალღამ ჯებირი გადმოლახა. პატარა ციალამ და ელგუჯამ წერა ისწავლეს. კატა წერს და მასწავლებელო, ეგი ტირის. რა მოვიდა? ჰა? რა მოხდა? явას ტირის საცოდა ის. მარიამებია. რამ წამოგიყვანა გოგო ასე ადრე? ბიჭიც მოდის? მე მასწავლებელმა გამანთავისუფლა გაკვეთილებიდან. დედამ ყავსავად და წამალი უნდა მიუტანა. ბიჭი დღეს სულ ტიროდა. მასწავლებელმა გითხრა რეიზა ტირიო და არაფერი არ უპასუხა. რა ეტა კაცი? რა ვიცი. ჯამი ჭურჭელია. აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ჯამი ჭურჭელია. გამარჯობა თაგაკი მასწავლებელი. ისანა, რაღაცნაირი ცოცხალი ბავშვი იყო. ეს საწყალი კი ელენჩი. ახლა დღეს წელი დღე რაჯანდე ბატირებდა? ვერ გევიგე პაპანო. მართლა ბიჭო. ასე შეაწუხე მასწავლებელი. გაიგონია კლასში ტირილი. კი, მაგრამ რა გატირებდა ბიჭო? აბარა, დამაჯილეს გოგოს. შეგარცხვენა გულაკი. მე მაგიტა ტირადი შვილო. თავჯერს მასწავლებელი ხან გოგოსთან დაგაჯენს, ხან ბიჭთან დაგაჯენს. აბა რა ვაკინდა შურო. ბებია, წავა ფეხბურთზე. რაიო? რა გოგოს აკია ფეხბურთზე? ავი ჩემი ბები თუ გარჩევი და ვაზერი კონა. ყველა მიდიან ბებია გაგვიჟირა. მარიამებია, გამოვიდი ვარ. გადააბერეთ ეს გორები.
მოგიწევს შეუბატონო კაცი დაატყით უშლაგა ამ ფეხბურთმა ჭილეთი გამიჩინა კუთხე მეზობლებს. კიდე ერთხელ რო დავინახო ეს ბურთი ჩემს ეზოში. ისე დავჭირ, მე სულ ნაკუწ-ნაკუწად ვაკეთებ. ბეჭკამისთანა გაგონილა? კრუხი ვერ დავაჭირე და ნიახური ვერ გავსარდე ბოსტანში. რანაირი ყვავილები მქონდა ხო გახსოვთ? სტუმრებმა ტანსაცმელის გადაცემა ვერ მოახერხეს და სულ შიშვლები გარბოდნენ დილიჟანსისაკენ. იტახიამ საარაკოსის სწრაფით გააქანა დილიჟანსი და ასე გადაარჩინა სტუმართა გუნდი ქვებით ჩაქოლეს. Olha, ela tinha assim de escrever o teatro. Anis picolevar. Bebia, olha, mas Uieszka. bebia. აიფაღნება იქით. მოვიჯო. Puçeç. გაძაღლა იქით. Mielar გადაგასხა. რა შევით ბავშვებო გაგიციდათ საჭმელი. ხომ არაფერი გინდა ოლია? აგერ იქნება ცხელი ჭადი გესიამოვნოს. კი. ბებია, ოლია მათხოვარ ჩვენთან რატომ არ ჭამს? როდის იყო შვილო ჩვენთან რო ჭამდა? ეგერ თავისთვის ურჩევ. ჭამთ. მელანო! რა იყო მარია? თავისად მივდივარ და ერთი ბაღნებს მიმიხედე შენგენ აცვალი არ გადამიწვა სახკარი. Სადი, ნუ გეშინია. ჩეჩანეთი და დასვთი ადამიანი. მოვრძანდით მარიამ ბებია. მადლობთ შვილო. ვაკეთ მარია, ვაკეთ. მადლობთ შვილო. Nelo,
რაგიკნიეს ჩემს აკარყოფაში შუბედურო რა პასუხმაძლევ შენ შვილებს შვილებს და შვილთაშვილებს გეღურებია პატარახანს რა იქნებოდა კი არა ამ ქვეყანაზე ჟუსინდისოდა აი შეკალო ამას რას მევესარი ვაი ამოსტრება კაცებს თუ აჭამეთ დღესაბ კი ტიტუ შესაწყალოა გრაფინა ამას რა ეშველება კლამარდო დარჩა მოზვერი ხარ გარაგეშვია გარაფნა არა ტიტუ ეფროსინეს ხარ ხარ შეგიშვია ბოსტანში არა ვაი ჩვენ ცოდვა დაიწყება დაიბანები რას გავხ ეთუსი ჰაკერ ხესთან გოგოროდკას ბეჟიკოს ამინდოდა მოგწონს MTS-ის უფროსი პარმენ ხუბუა. ჩემი სეკუნდი. მიცვალებულის ოჯახში რიგრიგობით გადაჰქონდათ სადილები მეზობლებს. მრებია ჩემიც რა თქმა უნდა დიდი სმონდუმებით აკეთებდა ჭირის სუფლებთან გადასატან ლობიოს. ანა! გამეიარე შვილო, შენ არ გეიარე. მოვდივარ. აგოგო მოკიდი ამას ხელი და პოლიკარპე ბაბუას ეზოში გადაიტანე. ნელა, ფეხი არაფერს ამოგრა, იცოდე? არა. ეხლა და მიირთი ცოტა რამე. პარიკო. რაზდენ? სევერიანი. დაურდა.
ჩემი კანტორის ხალხი მოდის და აბა თქვენიც ერთი კაი რამე დაუკარეთ. ყველა სიკვდილის შვილები. ვაი! ჩემო პოლიკარპე, ჩემო ძვირფასო მეგობარო, სამი ხვალ პოლიკარპე, ჩემო ძმაო, ვაი, შენი მეშენი პოლიკარპე, რა დაგიყופია ოჯახი ჩემო ძმაო, რა დაგწოლა შეუსვიდისო, ვაი, რა დაგწოლა პოლიკარპე შეუსვიდისო, რა მიბატონე, ვაი, პოლიკარპე, აგერ მინადორა სეწარი გადავახულოთ, ბუსებ მარში აწყოს. ვაი. დედო! ის თვალებული ადგა! ის მიცვალებული ადგა.
რასიძე გავხდა. მოდი გერეცო, მოდი შენი ძილი. გავარჯობა. მოდი შვილო. გავარჯობა. ვიცადე, ახლა ვერ. კარგი. მალე მივდივარ. ნასტია! თამარა, ვასო, ვაიფო! სიძე ჩამომივიდა. მე და აი მასე კერგო, კატობებიასთან მიდოდით ყალების მოსაკრება. დაკრებეთ ყალები, აკეთებას მომოდოდით, თუმე ბოკაი ყოფილა აშობილი. ბოკაი გამეკდა მე, პეპელასაი ნავდა ბიჭა იმზახო და ნიშელი ანა აქანი ადამტო. კი მარა მე რა უნდა მექნა. ხელში ყარე ყვანდა ისე ყვაცა მე ვყვანდი. კენდე იყოს ხანძენი. აი მასე კერგო, ცხონზე კი ვეიყო მიყდებული. კატამიევი და კაკანო, თუმე კვერცხს ნადოვა. მე კატამი ჩამოფრიდა, მე მევედი ისე და თუნდაც ქვეყანა კვერცხები დოდია. ჩავიყარა კალეში და ნელა ჩამივიტანე კი ბეზე და ბებიას მივეცი. ოჩახში, კაი გოგო. რა იყო დედ? რა და გადავწყვეტე ბავშვები თბილისში წავიყვანა. როგორც გინდოდა შვილი. იქ ისწავლია. მაგათვისაც უკეთესია და მეც უფრო ხშირად ჩავაგიტო. რა ვიცი ახლა ვის ექნება თბილისში მაგათი მოვლის. რატო, რა უჭირთ? კარგად იქნები. მერთმაინებოს შვილი. აბა თქვენიც მამიდებს ორი ფელი დაუჭერეთ. იბები. მოდი ჩაჯექი. ჩემი პატარა ტერუკავიჩი. წერლებს ხომ წერბიჯო? მოდი. ვა, ჩემი პატარა გიჟოგო. ჩაიწიქეთ. ჩვენ კიდო გიჯამალ, ბები. ჩამოხვალ ჭვილო. აბა ჩამოხვალ. მოდი. ოპა. მოდი პატურია. მოდი ზაღლავი. აუ, არ უნდა პატურია, შენთან წამოს. არ უნდა. ვაი მე ის პომაგის თავს. აბა ჩაიჭით მაგა. კარგად შვილი. აბა თქვენი ციტა. ჩვენი დარდი ნუ გექნება დედა. Belaperi mitqaris raწერია მას. ვაი, გილოცავ სახელწოდების დღეს. ბრავოს და ეს არის მხიარულად კოცნის შენი ელიკო და ფუცა. რადიო? რაიო. როგორ გული გამიხეთკეს მაგ შეჩვენებულებ მაუღურე შენ? დეპეშა როგორ გამომიგზავნე? ой, ბოდიში ბატონო. დიდი ბოდიში ჩემო ბატონო. ბოდიში ხტო შეინჭირი მე. მიბძან თქვენ სახლებში რა მომივიდა კაცო. ეს რა მომივიდა. ბოდიში ნასტია ვალიკო. ბოდიში გენაცვალე. მეზობლებო, მობძან ცევერიან ჩემო. რა მომივიდა ეს? რა მიქნეს? რავა შემაწუხებიეს ამდენი ხალხი. უკაცრავად მეზობლებო. დეპეშა რავა გამომიგზავნეს. აი, თქვენ მეისპით. თქვენ მოგეკიდა ცეცხლ და გაგანია. რა ვარც ახლა მე გადამრიეთ. ისე გადაგრიოთ მამაზე ციერმა. გული რავა გამიხეთკეს შეკალო. რა მიქნეს ესა? რა ვარც თავს არიკლავთ აკანი ჩამოსვლაზე. გახსა და გადგმევიებთ იცოდეთ ამ ეზოში.
იცოდა ბებიეს, როგორც ჩვენი გამოჩენა ჭიშკარში. ასე ესტუმრებიან ხოლმე ცოტა ხნით მარიამ ბებიას შვილები. ხან ნათესავის ან მეზობლის ქორწილზე ჩამოდიან, ხან ვინმეს გასვენებაზე. ხანაც აგარაგზე წასვლამდე გამოივლიან ხოლმე დედასთან. იშვილო, კი გენაცვალე, ჩამოვალდეთ. აბა კარგად არის გენაცვალე. ნახვამში ჩემო სიცოცხლე. კარგად გავიშო. აბა შენი ცირა ჭკვიანად იქნები. ნახვამდის. ნახვამდის დედა.